ბატონებო და ბატონებო, საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომა გახსნილად გამოაცხადა. ეკონომიკური საკითხების განხილვისას სიტყვით გამოდის ვერა ქობალია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა მის დარგში წინსვლის შესახებ ისაუბრა. ამ დროს ლევან ვარშალოვიძემ გადაწყვიტა პრეზიდენტისათვის ერთგულება დაემტკიცებინა. ვარშალოვიძის შემხედვარე ადეიშვილში რეგიონის სიყვარულმა გაიღვიძა. პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის საქმიანობითაც დაინტერესდა და პასუხმაც არ დააყოვნა. გიგა ბოგერია იმედს არ კარგავს და კვლავ ნატოს კარებს მიადგა. ნატო პასუხობს. მთავრობისგან უყურადღებოდ დატოვებული დევნილები კვლავ სუბელიანის კარებს მიადგნენ. ქართველი ხალხი ისევ უპასუხოდ დარჩა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილი კი მოუთმენლად ელის სააკაშვილთან პირისპირ შეხვედრას. სანახარ შენზე ფიქრებში დამთენებია ეს მონატრები სუძილო ღამებია მე დავესწრები უშენო საით მიდია რამდენჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია. პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძემაც შეუტია. ამაზე სააკაშვილმა უპასუხა. ჩემი აღარა ხარ მორჩა
გამარდი უპირველეს ყოველთვის მაგრამ ნინომ უკან არ დაიხია ლევან გაჩეჩილაძეს ფულის აღებას აბრალებენ რაზედაც იგი თამამად პასუხობს მაინას ფული რა თქონდა მაინას თვითონ ფულია ამოიღებს და დახარჯავს თვითონაც არ რაკონია ამ დროს დედაქალაქიდან სულ რაღაც 40 კილომეტრში პუტინმა და მედვედევმა ჩაიარეს ოდადოდი მეგობადი ორი ჯუჯავად შედაღამე გამოდელა დედთარავად გუხიადულები და გულალალები თვითონ პატატა პატატები სააკაშვილს ისე შეეშინდა რომ საკუთარი დაცვაც კი ეძებდა შეშინებული მიშა ისე ვანო მერაბიშვილმა დააწყნარა და ბოლოს რას უმღერის ქართველი ხალხი ჩვენს მთავრობას ზოგი უბერავს რადგან ვერ მორჩილებს სულს ზოგი უბერავს რადგან პოპულარობას სულს ზოგი უბერავს მასი ასათიან ზეცებს ზოგი უბერავს მარჯვნივ სულ არ იბარსავს სულ ასე უბერავს